და რა ხდება ამ წუთებში ქუთაისში, როგორ მიმდინარეობს სამზადისი ახალ საკანონმდებლო ორგანოში პირდაპირ ეთერში ქუთაისიდან ჩემი კოლეგა ნოდარ ჩაჩუა ჩაგვერთვება. ნოდარ, მოგესალმებით, ჩემ პირდაპირ ეთერში ხარ. დიაქტორნიკე, სამზადისი ქუთაისში შეიძლება ითქვას, რომ უკვე დასრულებულია, თუმცა სრულად დამთავრებული და მოწესრიგებული არის მხოლოდ და მხოლოდ სხდომათა დარბაზი და ასევე სხდომათა დარბაზის მიმდებარე ტერიტორია მხოლოდ და მხოლოდ ეს დერეფანი, სადაც ჩვენ ახლა ჟურნალისტები ვდგევართ. რაც შეეხება თავად უკვე დეპუტატები იწყებენ შეკრებას, აქ უკვე მოვიდა რამდენიმე დეპუტატი, კოალიცია ქართული ოცნებიდან, ჯერ არ გამოჩენილან ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ხოლო ის დეპუტატები, რომლებიც ახლა უკვე სხდომათა დარბაზში იმყოფებიან, მათ აიღეს დღის წესრიგი, პირველი სხდომის დღის წესრიგი და ასევე მათ უკვე დაურიგდა ფიცი, რომელსაც უკვე ოფიციალურად გახსნის შემდეგ, ცერემონიის გახსნის შემდეგ დადებენ. ცერემონია, რომელიც თორნიკე შენ უკვე ჩამოთვალე და სადაც საუბარია პრეზიდენტის გამოსვლაზე, ასევე უხუცესის წევრის გამოსვლაზე დაახლოებით, ანუ ოფიციალური ნაწილი 1 საათს გაგრძელდება, ხოლო ამის შემდეგ უკვე პარლამენტს უფლებამოსილება მიენიჭება. უფლებამოსილების მინიჭების შემდეგ უკვე პარლამენტი აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს და თავმჯდომარეს ირჩევს პარლამენტის უმრავლესობა. უმრავლესობა კი არის კოალიცია ქართული ოცნება და მას უკვე შერჩეული ყავს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი და ეს არის დავით უსუფაშვილი. შემდეგ უკვე სპიკერატი ჩამოყალიბდება, სპიკერატში იქნებიან წარმოდგენილი როგორც ოპოზიციური, ასევე თავად კოალიციის წარმომადგენლებიც და შემდეგ უკვე ჩამოყალიბდება კომიტეტები და ფრაქციები. ეს არის უკვე ეს არის ის დღის წესრიგი, რომლითაც დღეს იმუშავებენ, ასე ვთქვათ, რეგლამენტის თანახმად მერვე მოწვევის პირველი სხდომის მონაწილე დეპუტატები, ხოლო თუ რაიმე სახის რეგლამენტში ცვლილება შევა, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არის საუბარი, რომ შესაძლებელია რეგლამენტი მცირედით შეიცვალოს და მასში გარკვეული პუნქტები ამოიღონ და გარკვეული პუნქტები დაემატოს. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მოსაზრებები იმ დეპუტატებისა უკვე, რომლებიც აქ უკვე მოვიდნენ ქუთაისის პარლამენტში. დღეს პირველ რიგში უნდა ცნოთ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება. ამისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წარმოადგენს CSKOS დასკვნით ოფს და მასალებს არჩევნებთან დაკავშირებით. პარლამენტის მიერ შექმნილი სამანდატო კომისია განიხილავს ამ მასალებს, მერე იქნება კენჭისყრა და პარლამენტის წევრთა 2/3 უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ჩაითვლება პარლამენტი უფლებამოსილად, რომ შეუდგეს მუშაობას. ამის შემდგომ მოხდება პარლამენტის თანამდებობის პირების არჩევა, თავმჯდომარის მოადგილეების, კომიტეტის თავმჯდომარეების. ეს ყველაფერი გათვალისწინებულია რეგლამენტით. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დაგვაკისრა ქართულმა ხალხმა და დარწმუნებული ვართ, რომ ამ პასუხისმგებლობას გავამართლებთ, თუმცა ამას სჭირდება ძალიან ბევრი შრომა, ძალიან თავდადებული და ფიქრი არა საკუთარ თავზე, არამედ ქვეყანაზე, ხალხზე, ჩვენი ქვეყნის მომავალზე და ჩვენს გამომავალ თაობაზე. კომიტეტის თავმჯდომარეები, რომლებსაც დღეს უკვე პარლამენტი დაასახელებს და აირჩევს, იქნებიან ძირითადად კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლები, ხოლო მათი მოადგილეების ადგილს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დაიკავებენ. თქვენ უკვე იცით ფრაქციების შესახებ, თუ რამდენი ფრაქცია ეყოლება ნაციონალურ მოძრაობას, ეს იქნება 3 ფრაქცია და რამდენი ფრაქცია ეყოლება ასევე 3 ფრაქცია კოალიცია ქართული ოცნებას. კოალიცია ქართული ოცნების ყველაზე დიდი ფრაქცია იქნება თავად ქართული ოცნება, რომელშიც 55 კაცი გაწევრიანდება, ხოლო ნაციონალური მოძრაობის ყველაზე დიდი ფრაქცია კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. აი ასეთია მოსამზადებელი და ასეთია სხდომა პირველ სხდომამდე 1 საათით ადრე მდგომარეობა აქ ქუთაისის პარლამენტში. ეს არის ისტორიული მომენტი. ჩვენი რამდენიმე გადამღები ჯგუფი ადევნებს თვალს სწორედ სხდომის მიმდინარეობას და ასევე საკმაოდ დიდია ინტერესი სხვა მედია საშუალებებისა და უცხოური მედია საშუალებების მხრიდანაც. მადლობა ნოდარ, ქუთაისის ახალი საკანონმდებლო ორგანოდან ჩემი კოლეგა ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა.